სქესთან შეჭიდული ნიშან-თვისებები. ადამიანებში ზოგიერთი გენი მდებარეობს ერთ-ერთ სასქესო ქრომოსომაში და არ გვხვდება სხვა ქრომოსომებში. ასეთ გენებს სქესთან შეჭიდული გენები ეწოდება. მორგანმა და მისმა თანამშრომლებმა დროზოფილაზე ცდებისას შენიშნეს, რომ სასქესო ქრომოსომა განსაზღვრავს არა მარტო სქესს, არამედ ნიშნებსაც. განსაზღვრავს როგორც სქესს, ასევე ნიშნებს. ეს ნიშნები სქესთან ერთად შეჭიდულად მემკვიდრეობენ. იმ ნიშნების დამემკვიდრებას, რომლის გამსაზღვრელი გენები მდებარეობენ სასქესო X და Y ქრომოსომებში, სქესთან შეჭიდულ დამემკვიდრებას უწოდებენ. ისინი სასქესო ქრომოსომებით გადაეცემა. ადამიანს დიპლოიდურ კომპლექსში გააჩნია 46 ქრომოსომა, 22 წყვილი აუტოსომა და 1 წყვილი სასქესო ქრომოსომა. ნიშან-თვისებათა უმრავლესობას აუტოსომებში ლოკალიზებული წყვილი ალელური გენები განსაზღვრავს. მათგან ზოგჯერ ერთი დომინანტურია, მეორე რეცესიული. ასეთ შემთხვევაში ფენოტიპურად დომინანტური გენი გამოვლინდება. სასქესო ქრომოსომებში ლოკალიზებული, ანუ შეჭიდული გენები აუტოსომური გენებისაგან განსხვავებულად მემკვიდრეობენ. სასქესო ქრომოსომებში ლოკალიზებული გენები ფენოტიპურად მდედრებსა და მავრებში სხვაგვარად გამოვლინდება. თუ ინდივიდი ჰომოგამეტურია, XX ქრომოსომებში არის ნიშნის გამსაზღვრელი გენის 2 ალელი, რომლის მიხედვითაც ის შეიძლება იყოს ჰომოზიგოტი, მაგალითად XADD გვექნება ჰომოზიგოტი, ან ჰეტეროზიგოტი, XADD XA პატარა. ჰეტეროზიგოტი. ნიშნის გამოვლენა დამოკიდებული იქნება დომინანტობა რეცესიულობაზე. ჰეტეროგამეტურ ინდივიდში გამოვლინდება ის ნიშანი, რომლის გამსაზღვრელი გენიც იქნება X ქრომოსომაში. ჰეტეროგამეტური ინდივიდი XY, ანუ ეს იყო მდედრობითი, აქეთ მამრობითი. გამოვლინდება ის ნიშანი ამ შემთხვევაში, რომლის გამსაზღვრელი გენიც გვექნება X ქრომოსომაში, დომინანტური და რეცესიული, რადგან Y ქრომოსომაში არ მოიპოვება X ქრომოსომაში ლოკალიზებული გენების ალელები. მაგალითად, ადამიანის X ქრომოსომა შეიცავს სისხლის შედედების გამსაზღვრელ H გენს. H დიდი შეიცავს სისხლის შედედებას განსაზღვრავს, ხოლო H პატარა კი ჰემოფილიას, ანუ სისხლის შეუდედებლობას. ჰემოფილიით დაავადებული ადამიანის სისხლში დარღვეულია სისხლის შედედების ერთ-ერთი ფაქტორის წარმოქმნა. საკმაოდ მძიმე დაავადება, სრულიად უმნიშვნელო ტრავმაც კი, რომელიც ჯანმრთელი ადამიანისთვის არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს, ჰემოფილიით დაავადებულისათვის შეიძლება სერიოზულ საფრთხედ იქცეს. მამაკაცის ბედი ჯანმრთელი იქნება ის თუ ჰემოფილიით დაავადებული მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ X ქრომოსომას მიიღებს ის დედისგან. X H დიდი, X H პატარა. რომელ ქრომოსომას მიიღებს დედისგან ის დომინანტური გენისას, რომელიც განაპირობებს სისხლის ნორმალურ შედედებას, თუ რეცესიული გენის, რომელიც განაპირობებს სისხლის შედედების დარღვევას. ვინაიდან მამაკაცს Y ქრომოსომაში ამ გენის ალელი არ გააჩნია. ქალს, რომელიც ჰეტეროზიგოტურია ამ გენის მიმართ, ჰემოფილიის გენის მატარებელი ეწოდება.
ჰემოფილიის გენის მატარებელი. ჰემოფილიის გენის დამემკვიდრება კარგადაა შესწავლილი ინგლისის დედოფლის ვიქტორიას შთამომავლობაში. ვარაუდობენ, რომ ჰემოფილიის გენი თვით დედოფლის ან მისი რომელიმე მშობლის ნორმალური გენის მუტაციის შედეგად წარმოიქმნა. რუსეთის ბოლო იმპერატორის ნიკოლაი მეორე რომანოვის ვაჟი, ტახტის მემკვიდრე ალექსეი სამწუხაროდ ჰემოფილიით იყო დაავადებული. ამავე ქრომოსომაშია დალტონიზმის, კბილის ფორმისა და ზომის გამსაზღვრელი გენები. მათ შესაბამისი უბნები Y ქრომოსომაში არ არის. დალტონიზმი მემკვიდრული დაავადებაა. ავადმყოფს დარღვეული აქვს ფერების აღქმის უნარი. იგი ვერ არჩევს წითელს და მწვანე ფერს. ფერების ნორმალური აღქმის D-დიდი გენი და დალტონიზმის გამსაზღვრელი D პატარა გენი, ანუ ფერების ნორმალური აღქმა და დალტონიზმის გამსაზღვრელი ლოკალიზებულია X ქრომოსომაში. დალტონიზმით უფრო ხშირად მამაკაცები ავადდებიან, ქალები იშვიათად, თუმცა დადგენილია, რომ ამ გენის მატარებელი ქალები არიან და ვაჟები მას სწორედ დედისგან ღებულობენ. ვნახოთ, როგორ ხდება დალტონიზმის დამემკვიდრება ადამიანში. სქესთან შეჭიდული დამემკვიდრების სქემატურად წარმოდგენისას გენების აღნიშვნისთვის გამოიყენება სასქესო ქრომოსომების სიმბოლოები, მათში ლოკალიზებული გენების მინიშნებით, მაგალითად X D-დიდი, X D პატარა. დალტონიზმის გამსაზღვრელი გენის მატარებელი ქალი X D-დიდი, X D პატარა ცოლად გაჰყვა ჯანმრთელ მამაკაცს. დედრობითი სქესის ნიშანი, მამრობითი სქესის ნიშანი, მამაკაცი ყავს ჯანმრთელი. როგორი ალბათობა იმისა, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული შვილები, ვაჟების და გოგონების ჯანმრთელი ან დაავადებული იქნებიან. დალტონიზმის გენის მატარებელი ქალი ფენოტიპურად ჯანმრთელია, ვინაიდან რეცესიული დალტონიზმის D პატარა გენი ფერების ნორმალურად აღქმის დომინანტური D-დიდი გენის არსებობისას არ გამოვლინდება. გამეტების წარმოქმნისას კვერცხუჯრედების ნახევარი იქნება D-დიდის, ხოლო ნახევარი კი D პატარა გენის მატარებელი. მამაკაცს, რომელიც ჯანმრთელია, ექნება X D-დიდი Y გენოტიპი. X D-დიდ Y გენოტიპი. X ქრომოსომაში დალტონიზმის D პატარა გენი რომ ყოფილიყო, მაშინ მამაკაცი დაავადებული იქნებოდა. Y ქრომოსომაში ამ ნიშნის გამსაზღვრელი არც D-დიდი და არც D პატარა გენი არ არის. ქალს, როგორც ვიცით, 2X ქრომოსომა აქვს. ამიტომ, როდესაც რეცესიული გენი ქალის X ქრომოსომაშია, ის ფენოტიპურად მხოლოდ მაშინ გამოვლინდება, როდესაც მეორე X ქრომოსომაც ასეთივე რეცესიულ გენს შეიცავს. ამ შემთხვევაში გვაქვს X D-დიდი და Y. ასეთი შემთხვევა საკმაოდ იშვიათია. X D-დიდი, X D-დიდი. შემდეგ X D-დიდი, Y. X D-დიდი, X D პატარა. ამ შემთხვევაში მეორე რეცესიული არ შეხვდა
და x d პატარა y. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ X ქრომოსომაში ლოკალიზებული რეცესიული გენებით განპირობებული დაავადებები, დალტონიზმი, ფერითის სიბრმავე და ჰემოფილია უფრო ხშირად მამაკაცებში ვლინდება. ამ შემთხვევაში პირველი XD გვაქვს ჯანმრთელი გოგონა, ჯანმრთელი ვაჟი, გვაქვს ჯანმრთელი გოგონა და დაავადებული ვაჟი. ხედავთ, დაავადების მატარებელი ალელი დედისგან მიიღო.